ჩხუბი, მიდით, იბრძოლეთ, მიდით. Hey, მეგობარო, ნუ ერევი, თვითონ მოაგვარებენ ამას. მიდი, dance, მიდი. ჩხუბი. მოიცა, ვერ გავიგე. რა ხდება აქ ამჯერად? რატომ ჩხუბობთ მუდმივად კამპუსში? გამიშვი. კარგი, ვინ დაიწყო ჩხუბი? ეს ის არ არის, რაც თქვენ გონიათ. ხო, ბიჭები არ ჩხუბობდნენ, ეს უბრალოდ თამაშია. ისინი პირველები იყვნენ, ვინც ჩვენი შეურაცხყოფა დაიწყეს. გაჩუმდი, გინდა რომ მისტერ მაქსმა დაგვსაჯოს? მომბეზრდა თქვენი კამათის ყურება. კარგია, რომ ჩვენმა ძალიან მნიშვნელოვანმა სტუმარმა ვერ შენიშნა ამ ჩხუბის ამბავი. მნიშვნელოვანი სტუმარი? კი, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გყავს. პრეზიდენტის ვაჟი დღეს ჩვენს კამპუსში მოდის. პრეზიდენტის შვილი? ვაუ! და რატომ მოდის ის ჩვენთან? ისედაც შეზღუდული ადგილები გვაქვს. ფაზლ, საერთოდ გესმის ვინ არის პრეზიდენტის შვილი? ის მოდის რომ კამპუსში საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი ბავშვები შეარჩიოს. და რაში სჭირდება მას ჩვენი კამპუსის ყველაზე ნიჭიერი სტუდენტები? პრეზიდენტის შვილი ძალიან მდიდარია. მას იმდენი ფული აქვს, რომ სახლშიც კი არ ეტევა. წარმოგიდგენია თუ არა საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს? მაქსმა თქვა, რომ მას იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია არა მხოლოდ თვითმფრინავი, არამედ თავისი ვერტფრენდიც კი ყავდეს. ვაუ, რა ცხოვრება აქვს ამ ბავშვს. ის კამპუსში მხოლოდ ჩვენს წინაშე თავის გამოსაჩენად მოდის? არა, ის მოდის, რომ თქვენგან ერთ-ერთს ყველაზე ნიჭიერს $1,000,000 აჩუქოს. $1,000,000? ახლავე გეუბნებით, რომ მე აქ ყველაზე ნიჭიერი ვარ. ისე სინამდვილეში მეც ნიჭიერი ვარ. შეხედეთ? აბა? ფუ! ამისთვის ის $1 კი არ მოგცემს. წადით და მოემზადეთ და პრეზიდენტის შვილი პირადად შეარჩევს საუკეთესოებს. რატომ გახარ აქ? წამოდი და მოემზადოთ. სად არიან ეს სულელები? დილან და ბუშტო, იჩქარეთ და ლიმონადის სწრაფად გაყიდეთ, თორემ ხელფასის გარეშე დარჩებით. პონოჩკა, 2 ყველაზე ტკბილი ლიმონადი. ჩემი ყველა ლიმონადი ძალიან ტკბილია, იმიტომ რომ მათ ძალიან გემრიელ და ტკბილ სიროპს ვუმატებ. გაიღეთ გოგოებო, მადლობა პონკა. Hey, პონკა, გაიგე ახალი ამბავი? ამბობენ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი მოდის. ეს პრეზიდენტის შვილია. პრეზიდენტის შვილი ჩვენს კამპუსში მოდის? შანსი არ არის. და რა უნდა მას? იქნებ ჩვენი კამპუსის დასათვალიერებლად მოდის. ხომ არ იცი როგორ გამოიყურება ის? არა, არასდროს მინახავს. ალბათ ძალიან სიმპათიური, ტკბიანი, სათვალიანი ბიჭი და თანაც მდიდარია. კარგი, ახლა მე წავალ და კამპუსს დავიცავ. თუ შემთხვევით დაინახავ მას, მეც მითხარი. ბიჭებო, სად ხართ? რატომ დამტოვეთ მარტო? პონკა, დღეს ჩვენი შანსია, რომ კიდევ უფრო მდიდრები გავხდეთ. პიცის გაყიდვას ვიწყებთ? პონკა, პიცა დაივიწყე. პრეზიდენტის შვილი მოდის დღეს ჩვენს კამპუსში. კამპუსის ყველაზე ნიჭიერ მოზარდს $1,000,000 გადასცემს. $1,000,000? ხო, ეს ძალიან ბევრია. საქმე დასრულებულია. სწრაფად უნდა მოვიფიქროთ რამე, რომ პრეზიდენტის შვილზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ღმერთო ჩემო, ისევ ტირის. მოიცა სტეფ, იქნებ რამე სერიოზული დაემართა? ლორა, რა გჭირს? ვინ გაწყენინა? დამთავრდა, ჩემი გუნდი დაიშალა, ისევ მარტო ვარ. მივხვდი რომ პრობლემა ჩემშია. მე ძალიან ცუდი და ბოროტი ვარ და ყველა ჩემი მეგობარი სულ გარბის ჩემგან. მეც გავიქცეოდი ასეთი ლუზერისგან. გაჩერდი სტეფ. ლორა, ნუ ნერვიულობ. ჩვენ შეგვიძლია შენი საუკეთესო მეგობრები ვიყოთ. მართლა ამბობთ გოგოებო? რა თქმა უნდა, არა. ლორა, ჩვენ უკვე შენი საუკეთესო მეგობრები ვართ. ამინა, მადლობა. მე უკვე მოვიფიქრე, როგორ მოვახდინო შთაბეჭდილება. მე ჯერ არაფერი მომიფიქრებია. თქვენ რა არ იცით? კამპუსში დღეს ნიჭიერების შოუ გაიმართება. ნიჭიერების შოუ? როგორც ჩანს, მათ ეს არ იციან. დღეს პრეზიდენტის ვაჟი ჩვენს კამპუსში მოვიდა და ის ნიჭიერების შოუს აწყობს. ის ჩვენს შორის ყველაზე ნიჭიერ მოზარდს ამოირჩევს. $1,000,000 მიიღებს. $1,000,000? დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დაგტირდება, რადგან $1,000,000 ნამდვილად ჩვენთან მოვა. Ride with me if you ride with me, you can slide with me if you feel like
550 on the 5 sticky, come get high with me, that's a deal. ბატონო Ride პრეზიდენტის with me if შვილო you ride with me, you can slide with me if you feel. უკან გააჩერე მანქანა და მეც მალე მოვალ. Come get არ high with me, that's a დავაგიანებ. deal, right? That's a deal, right? That's a bet, right? That's a bet, right? That's a deal, right? That's a deal, right? That's a bet, right? That's a deal, right? That's a deal, right? That's a bet, right? That's a deal, right? That's a deal, right? Hey, coming down like precipitation. ჰაჰა, დაგიჭირე. ჰეი, გამიშვი ახლავე. საერთოდ იცი ვინ ვარ მე? არ მაინტერესებს ვინ ხარ, მაგრამ იცი ვინ ვარ მე? მე ოფიცერი ჩაკი ვარ და კამპუს ვიცავ. შენ კი უცხო პირი ხარ. მე ახლავე ბატონ მაქ ჩავაბარებ შენ თავს. კარგი ოფიცერო, შენ ახლა დიდი პრობლემები შეგექმნება. აბა მომიყევი რა პრობლემები? კარგით მეგობრებო, პრეზიდენტის შვილი რამდენიმე წუთში კამპუსში უნდა მოვიდეს. იმედი მაქვს ყველანი მზად ხართ ნიჭიერების შოუსთვის. ძალიან მინდა რომ თქვენგან ვინმე $1,000,000 წაიღოს. ოფიცერო, უბრალოდ გამიშვი ხელი, თორემ მამაშენს დაურეკავ. გგონია მამაშენის მეშინია? შენ უბრალოდ არ იცი ვისი შვილი ვარ მე. როდის მოვა პრეზიდენტის შვილი? ის ახლავე მოვა. მაგ შეხედე ვინ დავიჭირე? მე გითხარი, რომ არავინ შემოვა ჩემს გარეშე კამპუსში მეთქი. ჩაკ, რასაკეთებ? სწრაფად გაუშვი ხელი. მოიცა, რატომ მაქვს? ის უცხო პირია. კამპუსიდან უნდა გავაგდო. ჩაკ, ეს პრეზიდენტის შვილია. ჭყვიდან გადახვედი? გაუშვი ახლავე ხელი. ჰაჰა, შენ რა დაიჯერე? აი რა შეასაქმე. მე ახლახან გაჩვენე ჩემი მთავარი ნიჭი, როგორ ვიჭერ კრიმინალებს კამპუსში. ბატონო პრეზიდენტის შვილო, მოგეწონა ჩემი ნიჭი თუ არა? ჩაკ, წადი აქედან, სანამ გაგანთავისუფლებ. მეგობრებო, აი ჩვენი სტუმარიც, რომელსაც ყველანი ასე ველოდით. მოდით, ყველა ერთად მივესალმოთ. პრეზიდენტის შვილო, შეგიძლია მიმართო ბავშვებს. კარგით მეგობრებო, მე პრეზიდენტის შვილი ვარ და კამპუსში მოვედი რომ ყველაზე ნიჭიერი სტუდენტი ავირჩიო და $1,000,000 გადავცე. აბა როგორ მოგწონთ ჩემი შემოთავაზება? პრეზიდენტის პატივცემულო შვილო, გირჩევთ $1,000,000 ახლავე მე მომცეთ. რადგან უდავოდ მე ვარ კამპუსში ყველაზე ნიჭიერი მოსწავლე. ლორა, შენ რა ისევ თავს იწვენებ? ბოდიში მეგობარო, ჩვენი ახალი საუკეთესო მეგობარი უკვე ნერვებს მიშლის. პენს, რითუ აპირებთ მასზე შთაბეჭდილების მოხდენას, ნუძუწუნებთ ენს, რამეს მოვიფიქრებთ, $1,000,000 მაინც ჩვენი უნდა იყოს. მე მოცეკვავე ბეისბოლის მოთამაშე ვარ. პრეზიდენტის შვილზე შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო და $1,000,000 მოვიგო. ფულის სუნი უკვე მცემს. ერთ-ერთი ჩვენგანი $1,000,000 მოიგებს, მას 3 ნაწილად გავიყოფთ. მე მაინტერესებს ყავს თუ არა მას შეყვარებული. დავიწყოთ ნიჭიერების შოუ. დროზე მოუწმენლად ველი $1,000,000 მოგებას. ჩვენს კამპუსში ყველა უაღრესად ნიჭიერია. მეშინია რომ $1,000,000 არ იქნება საკმარისი. მე მხოლოდ 1 მჭირდება. მოდი დავიწყოთ. კარგი მეგობრებო, ვინ მოახდენს პირველი შთაბეჭდილებას ჩვენს პატივცემულ სტუმარზე? ჩვენ პირველები ვართ. კამილ, მოდი, ჩვენი ნიჭი გამოვავლინოთ. $1,000,000 ავიღოთ. კარგი. ისინი ჩვენი კამპუსის სიამაყეები არიან. მობრძანდით ბიჭებო. ვაუ! აბა როგორი იყო? კარგია. შემდეგი. კარგი, მე რაღაც საოცარი მოვიფიქრე. ახლა ჩვენი ჯერია. მაშასე. ჩვენ ჰიტს შევასრულებთ, გაიგეთ? რა ჰიტი? დამიჯერე, უბრალოდ იმღერე ჩემთან ერთად. მე მომწონს მუსიკა. მას უნდა რომ მისი საყვარელი ვიყო, მე მინდა რომ წავიდეს. შეუძლებელია რომ სამყარო მხოლოდ ჩვენი იყოს. აღარ მივცემ მას გვირილების თაიგულებს. მას უნდა რომ მისი საყვარელი ვიყო. მას უნდა რომ მისი საყვარელი ვიყო. კამილ, კალათბურთელები შენს ტრეკს ასრულებენ. მათ რა, გონება დაკარგეს? მაშ, როგორ მოგწონთ ჩვენი ჰიტი? ხო, ახლახანს ჩავწერეთ. ჰეი, ეს სინამდვილეში ჩემი ჰიტია. ჩემი სიმღერა მიითვისეს და თავიანთად ასაღებენ. ჩვენ არაფერი მოგვიპარავს, ეს ჩვენი სიმღერაა. ვინც ასრულებს, ჰიტადაც ის აქცევს. თქვენ მოიპარეთ, თქვენ ქურდები ხართ, ქურდი თავად ხარ. კარგია, მომეწონა. შემდეგი მეგობრებო? ამინა, მიდი, ახლა შენი ჯერია.
მე ახლა ჩემი ძაღლის ნიჭს გაჩვენებთ. ჩემი ძაღლი ძალიან ნიჭიერია. გაბი, დაჯექი. კარგი გოგო. მე მიყვარს ცხოველები. ერთხელ ძაღლი მყავდა და მას ლაპარაკიც კი შეეძლო. მართლა, მე არასოდეს ვიტყუები. გაბი, მომეცი შენი თათი. კარგი გოგო, ახლა კი პრეზიდენტის შვილი გავაკვიროთ, კარგი? მიდი ორ ფეხზე აიწიე, ძალიან კარგად გამოგივიდა. მე მომეწონა ეს. მადლობა. შემდეგი გონება მოიკრიბე და შემდეგი მე ვარ. მე დაკი ვარ, მოცეკვავე, ბეისბოლის მოთამაშე. ახლა კი მე გაჩვენებთ ისეთ რამეს, რაც შოქში ჩაგაგდებთ. მოცეკვავე, ბეისბოლის მოთამაშე, ასეთი რამ საერთოდ არსებობს? რა თქმა უნდა, ეს რა პრობლემაა, ჩვენს კამპუსში სუპერ ნიჭიერი მოზარდები გვყავს. Так, რასაკეთებ? დამშვიდი, სწრაფად დაჯექი. შენ პრეზიდენტის შვილი შეეშინე. რა ხდება აქ? არ მიაქციო ყურადღება ამას. შემდეგი. კარგი, ახლა მოვიპოვებ ჩემს მილიონს. პონკა, დილან, თითები გადაჯვარედინებული გქონდეთ. კარგი, მე გაჩვენებთ ხრიკს, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ. მე მაგიური ხრიკები მომწონს. ერთხელ ჩემს სასახლეში ჯადოქარი ცხოვრობდა, მაგრამ მამაც ემსთხოვე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. მე არ მიყვარს ზოგადად ტყუილები. ამ ყრალს ერთ პენსაც არ მივცემ, ის მხოლოდ პრობლემებს იწვევს და ჰაერს აბინძურებს. მომაშორეთ, ბუშტო, გადი აქედან. სამწუხაროა, რადგან ეს ნიჭია. სხვას ამის გაკეთება არავის არ შეუძლია. ჩემი დროა პრეზიდენტის შვილზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ბატონო პრეზიდენტის შვილო, მოემზადეთ ნამდვილი შოკისთვის. და მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინოს. შემდეგი. და ვინ არის ეს? ეს დილანია. ბავშვობიდან კარატეში ვარჯიშობს. ნახოთ რა შეუძლია მას. მომინდომა კარატისტობა. არიან კიდევ ნიჭიერი მოზარდები? რა თქმა უნდა, ისინი ჯერ კიდევ ბევრნი არიან. დილან, არ ვიცოდი კარატეზე თუ ვარჯიშობდი. შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არიცი. ახლა ჩემი ჯერია, შთაბეჭდილება მოვახდინო. ფაზლ შენი დახმარება დამჭირდება. კარგი, ჩემი ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ სუპერ ძალით დავიბადე. მე მაქვს სუპერ ძალა. ფულს ჩემსკენ ვიზიდავ მუდმივად. მაგარი სუპერ ძალაა. კარგი, გვაჩვენე. მოკლედ, მე ტკივილს ვერ გვგრძნობ. მართლა? კი, მართლა. ახლავე დაგიმტკიცებთ. ფაზლ, დამიჭირე ეს გიტარა. თავზე დამომსხვრიე და ნახავთ, რომ მე ტკივილს ვერ გვგრძნობ. ხედავ, არ მტკივა. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს. მე გითხარით. ვაუ, რა იქნება კიდევ ერთხელ ვცადოთ? მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. დარწმუნებული ხარ, რომ ვერ გრძნობს ტკივილს? ნაის, ეს ბევრჯერ გაუკეთებია. დამიჯერი, არაფერი მოუვა. ნაის, როგორ ხარ? გეუბნები, ტკივილს ვერ გრძნობ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
საკმარისია. მე შენი მჯერა. პრეზიდენტის შვილი უკვე შოკირებულია. პრეზიდენტის შვილზე შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო. კიდევ ერთხელ გააკეთე ეს. იქნებ ეს საკმარისია? კი, საკმარისია. შემდეგი Nice, საკმარისია. მოდი, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. საით? და მოკლედ, მსგავსი რამ ადრეც მინახავს, საინტერესო არ არის. ტანვარჯიში არ მიყვარს, მე ბალეტი უფრო მომწონს. აბა, გადაწყვიტე, ვის მისცე $1,000,000 თუ არა? მოკლედ, ყველა ნიჭის თამბეჭდავი იყო. უნდა დავფიქრდე, თუ ვის მივცე $1,000,000-ს. მართლა ვერ გძნობ ტკივილს? მართლა ვერ დაინახე? ხო, მამა, კამპუსში ვარ. ნიჭიერების შოუ ჩავატარე. მალე სახლში დავბრუნდები. ეს პრეზიდენტის ზარი იყო? კი, მამა ჩემი იყო. მეგობრებო, თქვენი აზრით ვის საერთოს პრეზიდენტის შვილი? დაწერეთ კომენტარებში. ასევე მოიწონეთ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დააჭირეთ ზარს და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს და ყველას ნახვამდის! Say no.